საღამო მშვიდობისა, შაბათ 9 საათზე თქვენ უყურებთ ვახოს ანაიას რეპორტაჟს. რა არის ენერგოეფექტურობა? როგორ დავზოგოთ ბუნებრივი აირი და დენი? ახალი სტანდარტებით აშენებული და გადაკეთებული შენობა ნაგებობები. რა უნდა გავითვალისწინოთ საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეძენის დროს? როგორ ზოგავენ ენერგიის 50%-ს განვითარებულ ქვეყნებში? ახალი ტექნოლოგიები. პირველ არხზე ვახოს ანაიას რეპორტაჟი. ენერგოეფექტურობა. გადაცემა მომზადებულია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და ვინროკ ჯორჯიას მხარდაჭერით. რა არის ენერგოეფექტურობა? რატომ გახდა 21 საუკუნეში განსაკუთრებით აქტუალური ენერგიის დაზოგვა? ჩვენი გადაცემიდან გაიგებთ, რა უნდა გაითვალისწინოთ საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეძენისას და როგორ დახარჯოთ ნაკლები თანხა კომუნალურ გადასახადებზე. ენერგოეფექტურობა ენერგო გადასახადების შემცირებას უზრუნველყოფს. ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში ენერგოეფექტურობა მხოლოდ ახლა ინერგება. მიზეზი ობიექტურია. 1970 წელს დაწყებულმა ენერგეტიკულმა კრიზისმა მსოფლიო მოიცვა, თუმცა საბჭოთა კავშირს არ შეხებია. რეგიონში ელექტროენერგიასა და ბუნებრივ აირზე დაბალი ფასები შენარჩუნდა. მოსახლეობაში არ იყო ინტერესი, ისედაც იაფი ენერგია დაეზოგათ. ჩვენთან არ იყო ერთი ეკონომიკური სტიმული და მეორე არ იყო ის ობიექტური რეალობა, რამაც განაპირობა ამ დარგის წარმოქმნა. დღევანდელ დღეს რატო ხდება უფრო და უფრო მეტი ყურადღება, რატო ხდება და რატომ არის საჭირო უფრო და უფრო მეტი ყურადღების მიღწევა ვიპყრობა ენერგოეფექტურობისადმი, იმიტომ რომ პირველი ენერგორესურსებზე ფასები მუდმივად და განუხრელად იზრდება. მეორე, ჩვენი საქართველოს როგორც ქვეყნის დიდწილად დამოკიდებულება იმპორტირებულ ენერგეტიკულ რესურსებზე. ენერგოეფექტურობას ამ შემთხვევაში აქვს საკმაოდ დიდი შესაძლებლობა, რომ საქართველოს ექსპორტ-იმპორტის ბალანსის გაუმჯობესებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს. ენერგოეფექტურობა გარემოზე ზემოქმედებას ამცირებს, რაც გლობალური დათბობის პირობებში ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოში ენერგოეფექტურობის დანერგვასთან ერთად შემცირდება სათბური გაზების გამოყოფაც. ზოგადად ენერგიის გამომუშავება ასოცირებულია ბუნებრივი რესურსების გადაჭარბებულ მოხმარებასთან და ატმოსფეროში სათბური გაზების ემისიის გაზრდასთან. ენერგოეფექტური ღონისძიებების გამოყენება კი საშუალებას გვაძლევს დავზოგოთ ენერგია ზოგადად, ეს შესაბამისად შევამციროთ გარემოზე ზიანი. მაგალითად, ბოლო კვლევები ამბობს, რომ საბჭოთა შენობებისთვის ენერგოეფექტური ღონისძიებების გამოყენებით, დათბუნების ღონისძიებებით გატარებით შესაძლოა მოხდეს ენერგიის მოხმარებული ენერგიის 40%-ით შემცირება. ენერგოეფექტურობა არის ჩვენი პოლიტიკის ერთ-ერთი მიმართულება. ეს იმთავითვე არის ასახული ენერგეტიკულ პოლიტიკაში, რომელიც უკვე პარლამენტის მიერ მიღებული იქნა ჯერ კიდევ 2006 წელს. ენერგოეფექტურობის მიმართულებით რამოდენიმე ღონისძიება უკვე განხორციელებული აქვს. ეს ენერგოეფექტურობა ჩვენი თვალსაზრისით არის რამოდენიმე ეტაპიანი პროცესი, რაც საკმაოდ ასე ვთქვათ სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებს მოიცავს. ეს არის ენერგოეფექტურობა თავის თავში მოიაზრებს ენერგოდაზოგვასაც და მოიაზრებს ასევე იმ ტექნოლოგიების დანერგვას, რომელიც საბოლოო ჯამში იმ მიზანს ემსახურება, რომ უფრო ნაკლები მოხმარება იყოს, უფრო მაღალი ეფექტის მიღების თვალსაზრისით. ენერგოეფექტურობის დანერგვის პროცესში მნიშვნელოვანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მათთვის ახალი ტექნოლოგიების გაცნობა. ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ვინროკ ჯორჯიამ დღემდე არაერთი პროექტი განახორციელა ამ მიმართულებით. ჩვენ მსოფლიოს მასშტაბით სულ 65 ოფისი გვაქვს, ერთ-ერთი საქართველოში. 2005 წლიდან ორი მასშტაბური პროგრამა განახორციელა. ენერგეტიკის განვითარება სოფლად და პროექტი ნათელი, რომელიც ქვეყანაში ენერგოეფექტურობის გაზრდას და ამ მიმართულებით კონკრეტული სექტორების წახალისებას ისახავდა მიზნად. გარდა ამისა, ადამიანებს ვასწავლით განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენებას და ენერგოეფექტური ღონისძიებების გატარებას.
ენერგოეფექტურობის სპეციალისტები ამბობენ, რომ საქართველოში მოსაწესრიგებელი კიდევ ბევრი საკითხია. მაგალითად, საკანონმდებლო ბაზა, რომელიც რეგულაციებს დააწესებს და ენერგოეფექტურობის დანერგვას უფრო მეტად შეუწყობს ხელს. ჯერ საქართველოში სამწუხაროდ არ არსებობს არანაირი რეგულაცია ენერგოეფექტურობის მიმართებაში, არც შენობების, არც მოწყობილობების თვალსაზრისით. საიდან უნდა დავიწყოთ? უნდა დავიწყოთ იქედან, რომ მათ ვისაც ხელი ეწიფება კანონების და მარეგულირებელი აქტების მიღება გადაწყვიტონ, რომ ასეთი რეგულირება არის საჭირო. საკანონმდებლო ბაზას რაც შეეხება, ეს ელემენტები ენერგოეფექტურობა, რასაც ემსახურება თვითონ ეს პოლიტიკა, ეს ელემენტები ძალიან ბევრ საკანონმდებლო აქტში არის ჩადებული. ანუ ბაზრის წესებიდან დაწყებული სატარიფო მეთოდოლოგია, ასევე ის ინიციატივები, რომელიც პროექტების სახით ხორციელდება, ეს ყველაფერი სწორედ ემსახურება იმ მიზანს, რაც შედეგობრივად დებს იმ რეზულტატებს, რაც ბუნებრივად მოაქვს ენერგოეფექტური სტრატეგიის განხორციელებას ქვეყანაში. ჩვენი გადამღები ჯგუფი ენერგოეფექტურობის სპეციალისტთან ერთად ერთ-ერთ ოჯახს ესტუმრა და კომუნალური ხარჯების შესამცირებლად სასარგებლო რჩევები მისცა, რომლის გათვალისწინება ყველასთვის რეკომენდებულია. ახლა თქვენი სახლის შემთხვევაში, აი აქ თქვა ხედავთ, რომ საკმაოდ დიდი ღრიჭოა კარების დახურვისას და ახლა როგორც გარეთ ქარია, იგივე ქარი უბერავს თქვენს კარებში. იგივე შეიძლება ითქვას ფანჯრებზე. სასურველია გამოიცვალოს ან მოხდეს არსებული ფანჯრების დათფუნება. მაგალითად შეგვიძლია აქ სადაც არის ღრიჩოები, ამ ადგილების დაგმანვა სხვადასხვა საშუალებებით. კიდევ შემიძლია გითხრათ, რომ ფარდა რომ იყოს უფრო სქელი. იგივე აქედან შემონადენ ჰაერს ბევრად უფრო უკეთ დაიკავებდა. სახლში არის ჩვეულებრივი ვარვარა ნათურები. ახალი თანამედროვე ნათურებით შეცვლის შემთხვევაში შეგიძლიათ 75-80% ელექტროენერგიის დაზოგვა. აი, ჩვენი სამზარეულოა. აქ რეკომენდაციებს მოგცემთ. თქვა გასკურასთან დაკავშირებით, თუნდაც ერთ-ერთი დიდი მომხმარებელი, ასე ვთქვათ, ოჯახისთვის გაზის მომხმარებელი არის გაზქურა, რომელიც ძირითადად გვაქვს ჩვენ სტანდარტული გაზქურები, შეგვიძლია, ანუ მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ ქვაბის ძირის სიდიდე შეესაბამებოდეს გაზქურის კამფორის სიდიდეს, მაგალითად არ დავდგათ დიდი ქვაბი მეტისმეტად პატარა კამფორაზე ან პირიქით. ამ ყველა რეკომენდაციის გათვალისწინების შემთხვევაში დაახლოებით რამდენს დაზოგავს ოჯახი? თუ ყველა რეკომენდაცია გათვალისწინებული იქნება, შეიძლება 60-70%-მდეც მივიდეს დანაზოგი. ოჯახში მთლიანად მოხმარებული ელექტროენერგიის 90% საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე იხარჯება. აქედან გამომდინარე საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეძენისას პირველ რიგში ყურადღება მიაქციეთ ელექტროენერგიის მოხმარების მაჩვენებელს. გარდა ამისა, ნუ შეინახავთ მაცივარში ცხელკერძებს. გაწმინდეთ მაცივარი, სანამ ყინულის საფარი 3 მმ-ს მიაღწევს. ნუ გამორთავთ ტელევიზორს მხოლოდ სამართავი პულტიდან. ასევე კომპიუტერი, მონიტორი და პრინტერი, როცა არ იყენებთ, მთლიანად გამორთეთ ქსელიდან. რეგულარულად გაწმინდეთ სარეცხი მანქანის ფილტრი. ასეთ შემთხვევაში მანქანა უკეთესად იმუშავებს და დაზოგავთ ენერგიას. YouTube-ზე უკვე არსებობს ენერგოეფექტურობის გაკვეთილები, რომლითაც შეგიძლიათ იხემცხვანელოთ და ენერგია დაზოგოთ. რა სტანდარტებით შენდება ახალი შენობები? საქართველოში აგებული პირველი ენერგოეფექტური საავადმყოფოები და კორპუსების ახალი განათება. საქართველოში უკვე მოძრაობს ენერგოავტობუსიც, რომელიც მოსახლეობას საჭირო ინფორმაციას აწვდის ენერგოეფექტურობაზე. 21 საუკუნეში ენერგოეფექტური მშენებლობა განსაკუთრებით აქტუალური გახდა. შენობის გათბობისა და განათებისთვის თუ ნაკლები ენერგია იხარჯება, იზოგება გადასახდელი თანხაც. ამ ინიციატივით საქართველოში უკვე დაინტერესდნენ. ვინროკ ჯორჯიას მეშვეობით რამდენიმე მშენებარე საავადმყოფომ ენერგოპასპორტი მიიღო, სადაც ენერგოეფექტურობისათვის საჭირო რეკომენდაციებია. მარნეულის მრავალპროფილიანი საავადმყოფო სწორედ ენერგოპასპორტის შესაბამისად აშენდა.
ესეთი სტანდარტით აშენებული შენობა ჩვენ სავარაუდოდ მოგცემს წლიურად 30%-ის თბურ ეკონომიას. თუ კი ეს ფიქსირებული ხარჯები იქნება დაბალი, შესაბამისად მომსახურებების ხარჯებზეც იმოქმედებს. ეს ოსრამი არის, გერმანული არის. ვინროკის წარმომადგენლები მშენებლობის პროცესს პერიოდულად ამოწმებენ იმისთვის, რომ პროცესი რეკომენდაციების მიხედვით წარიმართოს. დამონტაჟებულია ენერგოეფექტური განათებებია დამონტაჟებული. ასევე შემდეგ განახებთ დათბუნებას სახურავზე. თბოსაიზოლაციო მასალით, სპეციალური თბოსაიზოლაციო მასალით არის დათბუნებული სახურავი, ასევე იატაკი. არის დამონტაჟებული მეტალოპლასმასის ორმაგი შემინვის ფანჯრები. თქვენ ხედავთ ჰიდროიზოლაციას. ჰიდროიზოლაციის ქვეშ არის 10-15 სანტიმეტრიანი თბოის საიზოლაციო შრე, რომელიც იწვევს გარკვეულად დიდ დანაზოგებს ენერგო გადასახადების. უჯრედული ტექნოლოგიების და თერაპიის ცენტრის მშენებლობის დაწყების წინ ენერგოეფექტურობის ანალიზი გაკეთდა. შეიქმნა ენერგოპასპორტი, სადაც გათვლილია რა რაოდენობის სითბოს კარგავს შენობა და როგორ უნდა შემცირდეს სითბოს დანაკარგი. ჩვენ დავაპროექტეთ ამ შენობისთვის თბოდაცვითი დონე და იყო გამოყენებული ინტეგრირებული მიდგომა, რას ნიშნავს ეს? ანუ ერთობლივად ვიმუშავეთ და ჩვენი ამოცანა იყო ენერგოეფექტურობის დონის მიღწევა ამ შენობისთვის. რას ნიშნავს ახლა ეს მინდა განმარტება მივცე. ყველა შემზღუდავი კონსტრუქციები იყო ამ შენობისთვის იყო დაპროექტებული თანამედროვე თბოსაიზოლაციო მასალებით. კედლები იყო პერლიტის ბლოკებით აშენებული, სახურავი იყო ისე იგი მინერალური ბამბის შრით გათვალისწინებული, აგრეთვე იატაკისთვის იყო თბოსაიზოლაციო შრეები გამოყენებული. კედლის მასალის შეცვლა, ფანჯრების ღიობების დავიწროება, ენერგოეფექტური განათების დამონტაჟება. ამ რეკომენდაციების გათვალისწინების შემდეგ კომუნალური გადასახადის დაახლოებით 44%-ით შემცირება მოხერხდება. გამოვთვალეთ რა იქნებოდა ფინანსური დანახარჯი, რო არ გაგვეკეთებინა ეს რეკომენდაციები, არ შეგვესრულებინა, ეს თანხა გამოდიოდა სადღაც 15-16,000 ლარი, მისი 44% შეადგენს დაახლოებით 7,000 ლარს, რაც გვაძლევს იმის უფლებას ჩავთვალოთ, რომ სადღაც ყოველთვიურად 7,000 ლარის ეკონომია მოხდება, შესაბამისად წელიწადში ეს არის 70-80,000 ლარი. ყველა იმ რეკომენდაციის გათვალისწინება ფინანსურად დაგვიჯდა სადღაც 80-100,000 ლარი, ასე რომ სადღაც ერთ წელიწად ნახევარში მაქსიმუმში ჩვენ ველოდებით, რომ ამოღებული იქნება ეს დანახარჯი, რაც მოხდა გავიღეთ ამ შენობის ენერგოეფექტურობის კუთხის გაუმჯობესების თვალსაზრისით. ჯოენის სახელობის სამედიცინო ცენტრი 1996 წელს გაიხსნა. თავდაპირველად დაწესებულებაში მხოლოდ ბავშვთა და მოზარდთა გულის ქირურგიის ოპერაციები კეთდებოდა. ახალი დარგების დანერგვის შემდეგ დადგა შენობის გაფართოების საკითხი. სარეკონსტრუქციო სამუშაოების სწორად დაგეგმისათვის სამედიცინო ცენტრმა ვინროკს მიმართა. მაქსიმალური ეფექტურობით ეფექტურად უნდა იყოს აწყობილი ეს მენეჯმენტის სისტემა პარაკლინიკურ ნაწილში, რომ დაიზოგოს ის თანხები, რომელიც ზედმეტად შეიძლება გადაიხადო იმაში, რაც არის გართობა, კონდენსირება და ასე შემდეგ. რომ არ გაგვეკეთებინა სიტყვაზე დაახლოებით 15-20%-ით უფრო მეტი თანხები უნდა გადაგვეხადა იმასთან შედარებით, რაც უნდა გადავეხადოთ. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ფუნქციონირებს განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენების ლაბორატორია. ენერგეტიკის ფაკულტეტის სტუდენტებს საშუალება აქვთ ლაბორატორიაში იმუშაონ და ადგილზე გაეცნონ განახლებადი ენერგიის მოწყობილობების მუშაობას. აი ეს აგრეგატი წარმოადგენს მზის კოლექტორს, კანადური ფირმის კოლექტორია, საკმაოდ მაღალ ეფექტური. მისი დანიშნულება მზის ენერგიის ხარჯზე წყვილი წყლის მიღება. აქ ნაჩვენებია ქარის აგრეგატი, რომელიც
გამოიმუშავებს ელექტროენერგიას. ამ თურიტუმბოს აგრეგატის საშუალებით შესაძლებელი ხდება ჰაერიდან ავიღოთ სითბო და გადავცეთ იგი გასათბობ წყალს. შენობის სახურავზე დამონტაჟებული განახლებადი ენერგიის მოწყობილობებიდან მიღებული ენერგია ლაბორატორიის გათბობის, განათებისა და ცხელ წყალმომარაგებისთვის გამოიყენება. 2008 წელს საქართველოში ენერგოავტობუსის პროექტის განხორციელება დაიწყო. პროექტის მიზანია ენერგომოხმარების უსაფრთხო და ეფექტური გამოყენების შესახებ მოსახლეობისთვის უფრო მეტი ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ ვეცდებით ყოველთვის ვაჩვენოთ პრაქტიკული მაგალითებით, როგორ შეიძლება მაგალითად გამოიყენო მზის ენერგია, გააკეთო პატარა მზის ღუმელი შენი ხელით. შეიძლება ჩვენთან მასალებია, სადაც ჩვენ ვაჩვენებთ, როგორ შეიძლება წყლის გამაცხელებელიც თვითნაკეთი, როგორ გააკეთო პლასმასის ბოთლების გამოყენებით. არ ვიცოდი აქამდე ის რომ იყო ისეთი რაღაცები, რაც შეგვეძლო გავეკეთებინა და მიგვიყო მზის ენერგია, ეს ჩვენთვის ძალიან მიუღწევია, მაგრამ შევეცდებით ყველანაირად რომ გლობალური დათბობის ხელი არ შევწყვეტ. ცოტასი შესახებ ვიცოდი ამის შესახებ, მაგრამ ახლა უფრო მეტი გავიგე და აუცილებლად შევეცდები რომ ცდების გავაკეთო და ჩავატარო. თეორიული სწავლების გარდა პროგრამის ფარგლებში მთელი საქართველოს მასშტაბით მოძრაობს ენერგოავტობუსი, სადაც დამონტაჟებულია მზის წყლის გამოთბობელი და ასევე მზის ღუმელი. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს მოსახლეობაში დიდი ინტერესი აქვს. ახლა ეს ავტობუსი აჭარის მაღალმთიან რეგიონში, სოფელ ხიჭაურში ამოსული. გამარჯობათ, მობრძანდით. ეს არის წყლის რეზერვუარი, რომელშიც გამომავალი არის, ერთი არის მაღლა დაყენებული, ნებისმიერი ბალონი შეიძლება იყოს, მეორე მხარეს არის ცოტა დაბლა, რომ წყლის დონების ხოვებით თავისით მოხდეს ცირკულაცია წყლის. მზის სხივი როგორც კი მოხდა, წყალი იწყებს გაცხელებას და აგროვდება ზედა მილის ზევით გროვდება უკვე ცხელი წყალი. ეს არის ჩვეულებრივი, კი, აი ახლა ამ წუთში ეს არის ნაჩვენები არის უბრალოდ ხო, რა თქმა უნდა. ეს არის ჩვეულებრივი ჩაზნექილი სარკის პრინციპი არის გამოყენებული. ამ რეკლის ზედაპირი უნდა გადავაკროთ, ეს როგორც ხვდები სატელიტური ანტენა არის. ჩაზნექილი, რომელიც ახდენს მზის სხივების ფოკუსირებას ერთ წერტილში. ეხლა მზე რო იყოს, ამჟამად სამწუხაროდ წვიმიანი ამედი არის. გაჩვენებით თუ როგორ ახერხებთ აქ აგვიდუღებია ჩვენ წყალი. აი აქ არის დასათქმულებელი საშუალება მოწესრიგება. ნაჩვენები. ეს არის თვით წებოდი ესე რომ თქვა, დამათქმულებელი. ორ ელემენტად გავხსნით კარებებს და ფანჯრებს და ხრიჭოებში. აი ამას ცელოფანი აქვს, ამას ავარძოს ჩავაწერეთ. აი ამ სტენდზე ნაჩვენები არის თუ რამდენად ეფექტური არის ენერგოდამზოგი ნათურის შეცვლა. ჯერ ერთი ის რომ მოიხმარს 5-ჯერ ნაკლებ ენერგიას და მერე კიდე მუშაობს დაახლოებით 8 ჯერ უფრო მეტხანს ვიდრე თვითონ ვარვარა ნათურა. წელს ენერგოავტობუსმა Energy Globe-ის სერტიფიკატი დაიმსახურა. დაჯილდოების ცერემონია 2011 წლის 25 ნოემბერს გაიმართება. რას ითვალისწინებს ენერგეტიკის მდგრადი განვითარების სამოქმედო გეგმა? რას გულისხმობს ეს სტრატეგია კონკრეტულად თბილისისთვის? როგორ უნდა გახდეს თბილისი 2020 წლისთვის კავკასიის მწვანე დედაქალაქი? ნახეთ ჩვენი რეპორტაჟის გაგრძელება. 2010 წლის 12 აპრილს თბილისის მერმა გიგი უგულავამ ხელი მოაწერა მერთა შეთანხმებას. შეთანხმება გლობალური საფრთხეების, მათ შორის უპირველეს ყოვლისა კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მიმართულ დოკუმენტს წარმოადგენს. დღემდე დოკუმენტს 3045 ქალაქი შეუერთდა. ევროკავშირის აღმოსავლეთის სამეზობლო ქვეყნებს შორის თბილისი პირველი დედაქალაქია, რომელიც ამ ინიციატივას უჭერს მხარს. თბილისი იყო ერთ-ერთი პირველი დედაქალაქი, რომელიც აქტიურად ჩაერთო. საკმაოდ დიდი ღონისძიება იყო, ქალაქის მერმა მოაწერა აღნიშნულ შეთანხმებას ხელი და მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ჩართულობა ევროსტრუქტურებში ზოგადად სხვადასხვა ევროსტრუქტურებში არის რასაკვირველია კარგი და ეს არის უფრო და უფრო ინტეგრაცია ყოველივე ამ მიმართულებით. ჩვენი მთავარი მიზანი არის ის, რომ ამ თბილისი იყოს მდგრადი ენერგეტიკის ქალაქი და იყოს ეკოლოგიურად სუფთა. დოკუმენტზე ხელის მოწერის შემდეგ შეიქმნა ენერგეტიკის მდგრადი განვითარების სამოქმედო გეგმა თბილისისთვის. გეგმაში ძირითადი მიმართულებებია განსაზღვრული, რაზეც მუშაობა უნდა დაიწყოს. მათ შორისაა ტრანსპორტის, გარეგანათების, შენობებისა და მუნიციპალური ნაგავსაყრელების სექტორი.
სათბურის გაზების ემისიები ეს არის არა გამონაბოლქვი, რაც ჩვენ ვიცით, არამედ ემისიები იმ აირების ატმოსფეროში, რომლებიც იწვევენ კლიმატის ცვლილებას. ეს არის ძირითადად ნახშირორჟანგი, მეთანი და კიდევ სხვა აირები. და ამ თვალსაზრისით ტრანსპორტის სექტორს აქვს მაღალი ემისიები, მაგრამ იმის გამო, რომ სტატისტიკა ტრანსპორტის სექტორზე საკმაოდ ცუდია საქართველოში, მისი შერბილების ღონისძიებები აქამდე არ იყო დეტალურად განხილული. და ეს თბილისის მდგრადი ენერგეტიკის განვითარების სამოქმედო გეგმაში პირველად მოხდა ფაქტიურად ამ სექტორის შეფასება ემისიების შერბილების თვალსაზრისით. გარდა ამისა შეფასებული იყო რეზიდენტული სექტორი ან მოსახლეობის სექტორი, რა ღონისძიებები შეიძლება გატარდეს შენობებში. ენერგეტიკის მდგრადი განვითარების სამოქმედო გეგმამ ემისიების შემცირება უნდა უზრუნველყოს, რაც იმას ნიშნავს, რომ 2020 წლისთვის CO2-ის გამოყოფა მინიმუმ 20%-ით შემცირდება. ნაკლები ემისია იქნება იმ შემთხვევაში, როცა ჩვენ განვახორციელებთ იმ ღონისძიებებს, რომლებიც 2020 წლისთვის არის გაწერილი. პრაქტიკულად ჩვენ შევძლებთ იმას, რომ 24%-ით შევამციროთ, აი ბოლო მონაცემებით 24%-ით შევამციროთ CO2-ის ემისიები 2020 წლისთვის. უფრო მაღალი შედეგის მიღწევა სწორად ჩატარებული სამუშაოების შედეგად შეიძლება. ღონისძიებების მცირე ნაწილი უკვე განხორციელდა, ნაწილი კი დაგეგმილია. მოგეხსენებათ თქვენ საკმაოდ დიდი რაოდენობის მსუბუქი სამარშრუტო ტაქსები შეიცვალა, დღეს უკვე ახალი მანქანებით, თანამედროვე მანქანებით, თანამედროვე სტანდარტების მქონე მანქანებით და საკმაოდ ძველი და ამორტიზებული მანქანები მოცილდა თბილისის ქუჩებს, რაც ძალიან დიდ ზეგავლენას ახდენდა, შემიძლია გითხრათ, CO2-ის ემისიების რაოდენობა. სადღაც ალბათ უკვე ერთ თვეში დაიწყება მშენებლობა, ჩვენ ასე ვარაუდობთ, პირველი ექსპერიმენტული ველობილიკისა თბილისში, რაც ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, იმიტომ რომ ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვავს იმას, რომ თბილისს აღებულია გეზი ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის განვითარებისაკენ. საკმაოდ საინტერესო სამუშაოები მიდის შენობების სექტორში, სადაც ვინროკის მიერ გაკეთებული იქნა 12 ტიპიური კორპუსის ენერგოეფექტურობის განსაზღვრა. ეს ერთ-ერთი სტანდარტული თბილისური სადარბაზოა, სადაც უკვე ელექტროენერგიის ეფექტური მოხმარება ხორციელდება. საქმე იმაშია, რომ აქ დამონტაჟებულია სპეციალური დეტექტორები, რომელიც მოძრაობაზე რეაგირებს და შედეგად ნათურა ინთება. ეს კი იმას უწყობს ხელს, რომ ელექტროენერგია მხოლოდ მაშინ იქნეს გამოყენებული, როცა სადარბაზოში ვინმე იმყოფება. 2010 წლის 21-22 ოქტომბერს თბილისმა მერების შეთანხმების შესახებ პირველ საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა. კონფერენცია თვითმმართველობების მიერ ენერგოეფექტურობის უზრუნველყოფასა და განახლებადი ენერგორესურსების გამოყენებას ეძღვნებოდა. თბილის ვალდებულება აქვს გატარებული სამუშაოების ანგარიში პერიოდულად წარადგინოს. როდესაც მოაწერა თბილისის მერიამ ხელი ამ გეგმას და ჩააბარა ის, მან აიღო თავის თავზე ვალდებულება, რომ ის შეასრულებს ამ გეგმას. და ევროკავშირი გაუწევს მონიტორინგს ამ გეგმის შესრულებას. რადგან ჩვენ ცოტა ახალი მეთოდოლოგია გვქონდა არსებულ მეთოდოლოგიასთან შედარებით, ზუსტი მონიტორინგის გეგმა ჯერ შემუშავებული არ აქვს ევროკავშირს, მაგრამ მიმდინარეობს ახლა მუშაობა და ისინი შეიმუშავებენ მონიტორინგის გეგმას, რომლის მიხედვითაც გაუწევენ მონიტორინგს. ენერგეტიკის მდგრადი განვითარების სამოქმედო გეგმის სრულყოფილად შესრულების შემდეგ თბილისს შესაძლებლობა აქვს მწვანე დედაქალაქის სტატუსი მოიპოვოს. ჩვენ კვლავ ეთერში ვარ და ბრუნდებით სტუდიაში, განვაგრძობ საუბარს ენერგოეფექტურობაზე. წარმოგიდგენთ ჩვენი გადაცემის სტუმრებს, ინგა ფხალაძე, ვინროკ ჯორჯიას ხელმძღვანელი, მოგესალმებით ქალბატონო ინგა, დიდი მადლობა მობრძანებისთვის. გია არაბიძე, ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების ფაკულტეტის დეკანი, მოგესალმებით. მარინა შვანგირაძე, ექსპერტი. ქალბატონო ინგა, თქვენგან დავიწყოთ ჩვენი დიალოგი. დღევანდელი შეფასებით, რა შედეგებს ელოდებით სხვადასხვა სექტორში ენერგოეფექტურობის განხორციელებით? მოგახსენებთ თუ ესე იგი მოდით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან მიმართებაში ვისაუბროთ მაშინ ჯერ. ჩვენმა პროგრამამ ჩაატარა 5 ენერგოაუდიტი 5 კორპუსისათვის ტექნიკური უნივერსიტეტის ეს გახავთ პირველი, მესამე, მეოთხე, მე-9 და მე-10 კორპუსებში. ჩვენი ანალიზის შედეგად ესე იგი დადგინდა რომ
იმ შემთხვევაში თუ გატარებული იქნება ენერგოეფექტური ღონისძიებები, დანაზოგი ენერგიის შეადგენს 2.5 მილიონ კილოვატ-საათს წელიწადში. თუ ყველაფერი ისე, ასე ვთქვათ, იმ აღჭურვილობას დაამონტაჟებს ტექნიკური უნივერსიტეტი და იმ პირობებს, ესე იგი, გაითვალისწინებს, რაც მოცემულია ჩვენს ენერგოაუდიტში, ეს თანხობრივად გამოისახება სადღაც 424,000 ლარის ფარგლებში. ძალიან მნიშვნელოვანი რიცხვი ეს ტექნიკური უნივერსიტეტის, როგორც თანხობრივად, ისე ელექტროენერგიის ნატურალური სახით და რასაც ქალბატონი ინგა საუბრობს, ეს სერიოზული ეკონომიაა ჩვენთვის და ძალიან სერიოზულ შედეგებზე გავედით იმ ენერგოაუდიტოებიდან დაწყებული იმ კონკრეტული ღონისძიებების გატარებამდე, რაც იქნა გატარებული ჩვენს უნივერსიტეტში. უკაცრავად. პირიქით, მადლობთ. ესე იგი, იცით კომპლექსურად ხუთივე კორპუსისათვის ჩვენი დაანგარიშებით საჭირო იყო 1.7 მილიონი ლარის ინვესტიცია. იმისთვის რომ ესე იგი წლიური დანაზოგი 424,000 ლარი იყოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხუთი კორპუსისათვის. რომელიც დაანგარიშებით, ესე იგი უკუგების პერიოდი არის 2-დან 5 წლამდე, რაც ასევე ძალიან საინტერესო არის. ჩვენ ამ გამოთვლებით ასევე დავადგინეთ, რომ ნახშირბადის გამოფრქვევა მსგავსი ტექნოლოგიების დანერგვის შედეგად შეიძლება შემცირდეს 518 ტონით წელიწადში. ჩვენი პროგრამის ფარგლებში ტექნიკურმა უნივერსიტეტმა მიიღო 205,000 ლარის ოდენობის გრანტი, რომელიც როგორც ბატონმა გიამახსენა, ერთ-ერთი გახლავთ ის ლაბორატორია, რომელზეც ეხლა ხანს ისაუბრა მან. მაგრამ მას გარდა ჩვენ კიდევ, ესე იგი, მონაწილეობა მივიღეთ 3 ლაბორატორიის, ასე ვთქვათ, აღჭურვაში. რომლებიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია როგორც სტუდენტებისათვის, ასევე ვფიქრობ თვითონ ტექნიკური უნივერსიტეტის ასე ვთქვათ, უფრო გამართული ფუნქციონირებისათვის, რადგან ერთ-ერთი პროექტი არის პირდაპირ გათბობასთან და კომფორტთან დაკავშირებული. ჩვენ დავამონტაჟეთ, ესე იგი, გათბობის ქვაბი, რომელმაც უზრუნველყო კორპუსში სასწავლო პროცესის გამთბარ სიტუაციაში ჩატარება. ასევე ჩვენ ვმუშაობთ სერტიფიცირების პროგრამაზე, რომელიც ტექნიკურ უნივერსიტეტში, ესე იგი, ბატონი გიას, ასე ვთქვათ, ხელმძღვანელობით იქნება წარმართული. ჩვენმა პროექტმა სულ დასაწყისში შექმნა ენერგოაუდიტის სახელმძღვანელო, რომელიც სიამაყით მინდა ვთქვა, რომ 2010 წლის აკადემიური წლიდან როგორც ერთ-ერთი საგანი დაინერგა ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების. კარგი, გასაგებია. ბატონია, ჩვენ ვახსენეთ, ჩვენ სიუჟეტში ქონდა განახლებადი ენერგიის ლაბორატორიასთან დაკავშირებით საუბარი, მოუთხროთ მაყურებელს, რას უკავშირდება ამ ლაბორატორიის საქმიანობა და რა შედეგებს ველოდებით მომავალში. დიდი სიამოვნებით, მოგესალმებით, საღამომშვიდობის და ძვირფასო ტელემაყურებლებო. სიუჟეტში იყო გაშუქებული საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში განახლებადი ენერგეტიკული წყაროებისა და ენერგოეფექტურობის ლაბორატორიის გახსნის საკითხი, რომელიც გაკეთდა USAID-ის დახმარებით, კერძოდ კი WINROC-ი ნათელის პროგრამის ფარგლებში და მართლაც ერთ-ერთი შესანიშნავი ლაბორატორია იქნა აგებული და შესული ექსპლუატაციაში ბოლო წლების განმავლობაში. საერთოდ თვითონ პრობლემა ენერგოეფექტურობა და ენერგოდამზოგი ტექნოლოგიები დიდი ხნის პრობლემაა. მე კიდევ ვთვლი, რომ საერთოდ ალბათ კაცობრიობის პროგრესი ენერგოდაზოგამდე ენერგოეფექტურობამ გამოიწვია, იმიტომ ადამიანი ყოველთვის ცდილობდა, რომ რაც შეიძლება ნაკლები ენერგია დაეხარჯა და მეტი მიეღო. დღეს კი ამას სხვა კუთხით უნდა შევხედოთ, იმიტომ ეს აღარ არის უკვე 1-2 ან ერთი ქვეყნის პრობლემა, ეს არის მსოფლიო პრობლემა. ძალიან სერიოზული მსოფლიო პრობლემა, ამიტომ გვინდა არ გვინდა ჩვენც საქართველოშიც უნდა ჩავებათ აი ამ ფერხულში. ყველაზე მთავარი და გადამწყვეტი ის არის, რომ ყველაფერიც უნდა მივიდეს სტუდენტობასთან, სტუდენტ ახალგაზრდობასთან. ვინაიდან ამაზე უკეთესი რეკლამირება პრობლემისა და უკეთესი მოგვარება პრობლემისა არ არსებობს. აი ამის გამო USAID-ს მიმართეთ ჩვენ თხოვნით, ქალბატონ ინგა დაგვეხმარა და შევქმნით ლაბორატორია, რომელიც საშუალებას გვაძლევს ვასწავლოთ სტუდენტებს, თუ როგორ შეიძლება გამოყენებული იქნეს განახლებადი ენერგიის წყაროები ჩვენს ცხოვრებაში. კერძოდ საუბარი ეხება მზის ენერგიის საშუალებით უშუალოდ ელექტრული ენერგიის მიღებას, მზის ენერგიის საშუალებით ცხელი წყლის მიღებას და მზის ენერგიის საშუალებით გათბობის სისტემის მოგვარებას. აქვე გაკეთებული გვაქვს ქარის დანადგარი, რომელიც გვაძლევს საშუალებას ქარის საშუალებით გავემუშავოთ ელექტრული ენერგია. ლაბორატორია ისე აწყობილი, რომ მას შეუძლია ორ რეჟიმში იმუშაოს. რეჟიმი, რომელსაც ჩვენ მოვიხმართ ელექტრულ ენერგიას და ჩვენ ვიხმართ, როდესაც ჩვენ მოხმარება აღარ გვაქვს, მაგ იგი უკვე ავტომატურ რეჟიმში სისტემას აწვდის უკან ენერგიას.
გასაკვირველი ეს არ არის სერიოზული რაოდენობის ელექტრული ენერგია. ლაბორატორია მაინც სასწავლოა და გვაქვს ძალიან პატარა ციფრებზე, მაგრამ თავარისა რომ სტუდენტს შეუძლია თავისი ხელით შექმნას ნახოს და მიიღოს როგორც თავისი მოხმარებისათვის, ასევე სისტემას მიაწოდოს ენერგიის გარკვეული რაოდენობა. აქვეა მეორე ძალიან კარგი ლაბორატორია გახსნილი, რომელიც შესრულებული იქნა ავსტრიული ფირმა Hertz-ის დახმარებით. ეს არის ენერგოეფექტური ტექნოლოგიები, ანუ დღეს თუ მსოფლიოში რაიმე ტექნოლოგია არსებობს, რომელიც გვაძლევს საშუალებას, რომ დავზოგოთ ენერგია გათბობაზე, ცხელწყალბობარაგებაზე, ისე მე მინდა რომ საზოგადოება მიცოდეს, რომ დაახლოებით 30-35% ენერგიისა მუქთად ეკარგება გათბობასა და ცხელწყალმომარაგების დროს. ჩვენ რო გქონდეს ის ტექნოლოგიები და ის დანადგარები და ის აღჭურვილობა, რაც დღეს ტექნიკური უნივერსიტეტის ლაბორატორიაში აყენია, ჩათვალოთ, რომ დაახლოებით 30% ჩვენ ნაკლებს გადავიხდით თანხებს, რასაც დღეს ვიხდით ჩვენი გათბობისა და ცხელწყალმომარაგებისათვის. სტუდენტებს შეუძლიათ დაპროექტებიდან დაიწყონ და მივიდნენ ექსპლუატაციამდე. ანუ მათ ვასწავლით ჩვენ, როგორ დააპროექტონ ენერგოეფექტური ტექნოლოგიები, როგორ ამუშავონ, როგორ დაამონტაჟონ. კარგი, გასაგებია. ქალბატონ მარინასაც მინდა ვკითხო. ქალბატონ მარინა, შეთანხმება არსებობს, რომელსაც დედაქალაქის მერია მოაწერა ხელი, რომლის მიხედვით თბილისი უნდა გახდეს კავკასიის მწვანე დედაქალაქი. კონკრეტულად ამ მიმართულებით თქვენი აზრით რა სამუშაოები იქნება ჩასატარებელი, რომ მართლაც 2020 წლისთვის ეს მიზანი იქნეს მიღწეული? დიახ, პირველ რიგში მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. ნამდვილად არსებობს ევროკავშირის ასეთი ინიციატივა, რომ შემცირდეს, მომზადებული იქნას ენერგეტიკის მდგრადი განვითარების გეგმები იმ ქალაქებისთვის, რომლებიც შეუერთდებიან ამ ინიციატივას და ამის ფარგლებში შემცირებული იქნას სათბური გაზების ემისია და რაც შეიძლება მწვანე გახდეს ეს ქალაქები. ეს შეთანხმება დაკავშირებულია კლიმატის ცვლილების კონვენციასთან. თბილისი იყო პირველი ქალაქი, რომელიც შეუერთდა ამ ინიციატივას ყოფილი საბჭოთა ქვეყნებიდან, ისეთი ქვეყნებიდან, რომელსაც პირდაპირ ვალდებულება სათბურის გაზების ემისიის შემცირებისა არ აქვთ. ამიტომ ეს ნაბიჯი პოლიტიკურადაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ეკონომიკის განვითარებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენი ქალაქის ადგილობრივი სისუფთავის როგორც ჰაერის მიმართ, ასევე წყლის მიმართ გაუმჯობესებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. აი ამ სამოქმედო გეგმის მომზადების პროცესში მართალია მას ჰქვია ენერგეტიკის განვითარების მდგრადი განვითარების სამოქმედო გეგმა, მაგრამ ის მოიცავს არა მარტო ენერგეტიკის სექტორს, არამედ განხილულია ამ სამოქმედო გეგმაში ნარჩენების სექტორი, განხილულია ნახმარი წყლების სექტორი, ანუ გაწმენდა, როგორ შეიძლება უტილიზაცია ნარჩენების, როგორ შეიძლება მეთანის ჩაჭერა და დაუშვათ გამოყენება, განხილულია ტრანსპორტის სექტორი და ის ღონისძიებები, რომელიც შეიძლება რომ ტრანსპორტის სექტორში გატარდეს, იმისათვის რომ დაიზოგოს სათბური გაზების ემისია, რომელსაც არ აქვს იმხელა ლოკალური, ასე ვთქვათ, ეფექტი, როგორც გლობალური, მაგრამ აი ამ პროცესს თან სდევს ლოკალური დამაბინძურებლების შემცირებაც, განსაკუთრებით ტრანსპორტის სექტორში. ზოგადად სათბურის გაზების ემისიების შემცირების პროცესში ადგილობრივი დამაბინძურებლებით შემცირდება. ასევე მომზადდა პროექტები გამწვანების, ქალაქის გამწვანების, ასე ვთქვათ, გასაუმჯობესებლად. მოგეხსენებათ, რომ ტყეები და საერთოდ მწვანე საფარი არის სათბურის გაზების შთანთქმის წყარო. აქედან გამომდინარე, ერთ-ერთი კომპონენტი აი ამ სამოქმედო გეგმაში გახლავთ სწორედ აი ეს სიმწვანე, რომელიც უნდა გაუმჯობესდეს. გასაგებია, ბატონ გია, მე მინდა თქვენ ისაუბრეთ უკვე განახლებადი ენერგიის ლაბორატორიაზე, ჩემთვის საინტერესოა, შესაძლებელია თუ არა კონკრეტულმა ინდივიდუალურმა პირებმა ან ორგანიზაციებმა რაიმე შეკვეთები მისცონ ამ ლაბორატორიას და იქიდან მიიღონ სასურველი შედეგი. გასაგებია, ლაბორატორიას თვითონ დანადგარების დამზადებაზე რასაკვირველია შეკვეთის მიღება არ შეუძლია. ლაბორატორიას შეუძლია მომზადება კადრების, სწავლება, ტრეინინგის ჩატარება და შესაბამისი სერტიფიკატების გაცემა, რომლის უფლება USAID-თან ერთად ჩვენ მივიღებთ და გავაკეთებთ. ჩვენ შეგვიძლია ჩავატაროთ ენერგეტიკული აუდიტი ნებისმიერ საწარმოში,
ნახოთ იქ რა პრობლემები აქვს ენერგია შემცველების მოხმარების კუთხით, დავწეროთ შესაბამისი დასკვნები და ურჩიოთ მათ თუ რა კუთხით უნდა განვითარდნენ და როგორ შეიძლება ენერგია შემცველების დაზოგვა, გნებავთ განახლებადი ენერგიის წყაროებით, გნებავთ ტრადიციული ენერგიის წყაროებით, იმიტომ რომ მთელი ყურადღება ახლა განახლებადი ენერგიის წყაროებისკენაა მიმართული, როდესაც არსებობს ძალიან დიდი სპექტრი და შესაძლებლობა არსებული ტრადიციული დანადგარების, ენერგოეფექტური დანადგარების შეცვლით ან მათი გადაკეთების თვალსაზრისით. ასე რომ ტექნიკური უნივერსიტეტი აღნიშნული ლაბორატორია მზად არის. ჩვენ დაახლოებით $40,000 გამზომი ხელსაწყოები გვიყიდა ვინდროკმა რის საშუალებითაც ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერ საწარმოში ნებისმიერი აუდიტის ჩატარება. $40,000 საკმაოდ სერიოზული თანხა ჩვენ გვაქვს ყველა ხელსაწყო, რითაც ჩვენ შეგვიძლია გავიდეთ ნებისმიერ გნებავთ კომუნალური გნებავთ საყომაცხოვრებო გნებავთ საწარმოებში ჩავატაროთ ნებისმიერი დონის ენერგეტიკული აუდიტი, გარდა ეკონომიკურისა. აქ საუბარია მხოლოდ ენერგეტიკულ აუდიტებზე. რისთვისაც ჩვენ მზათა ვართ და არაერთი აუდიტი გავიკეთებია, არაერთი მოსულა ჩვენთან შევთანხმებულ ვართ, გავიკეთებია, მიგვიწია შესაბამისი რჩევები და გაუთვალისწინებიათ საკმაოდ ქავატოინგა, რამდენად გასაგებია ეს ყველაფერი მოსახლეობისთვის, რომ მან სწორედ ამგვარი ტიპის შენებლობებს მიანიჭოს საბოლოოდ უპირატესობა. ჩვენი პროექტის ფარგლებში ჩვენ ჩავატარეთ 12 საცხოვრებელი სახლის ენერგოაუდიტი, ქალაქის მასშტაბით, თითქმის ყველა რაიონში. ოღონდ თავიდან ეს აუდიტები იყო საერთო მოხმარების ფართზე გათვალისწინებული. სადაც რეკომენდაციების სახით ჩვენ მივაწოდეთ ინფორმაცია მოსახლეობას, ამხანაგობებს, ეს თბილისის მერიასთან თანამშრომლობით ჩატარდა ეს ღონისძიება. თუ რა სახის ღონისძიებები უნდა გაეტარებინათ იმისათვის, რომ მომხდარიყო საერთო სარგებლობის ფართზე, რომელიც არის სადარბაზო, სხვენი, სარდაფი, იქ ენერგიის დაზოგვა. იმდენად შემდეგ ჩავატარეთ ტრეინინგი, სადაც ეს ყველაფერი ავხსენით დეტალებში. იმდენად დიდი ინტერესი გამოიწვია, რომ თბილისის მუნიციპალიტეტმა გთხოვა, რომ ჩაგვეტარებინა სრული აუდიტი ორი საცხოვრებელი სახლის, რაც აეხლახანს დავამთავრეთ. ეს შედეგები წარმოდგენილი იქნება როგორც ბროშურის სახით, ასე ვთქვათ, პრეზენტაციის სახით მოსახლეობისათვის. იმდენად მნიშვნელოვანია ამ ღონისძიებების გათვალისწინება და ენერგოეფექტურობის, ასე ვთქვათ, ტექნოლოგიების დანერგვა მოსახლეობისათვის, რომ და ეს ციფრები, რაც მე შემიძლია გითხრათ, აი ძალიან მოკლედ. დიახ. მაგალითად, ერთ სახლში ინვესტიცია სრული სახლის რეაბილიტაციისათვის, რაც გულისხმობს ფანჯრების გამოცვლას, ჭერის დათმოვნებას მთელი სახლისთვის. ასევე ესე იგი კარებების, კედლების, ყველაფრის ესე იგი ენერგოეფექტურობის კუთხით გათვალისწინებას ითხოვს, ეს არის 5 სართულიანი სახლი, ხრუშჩოვკის ტიპის 272,000 ლარს სრულ ინვესტიციას, რომელიც გამოიწვევს 650,000 კილოვატ-საათის დანაზოგს წელიწადში მოსახლეობისათვის, რომელიც თანხობრივად არის 40,000 ლარი. და ამოგება არის სადღაც გათვალისწინებული 6 წლის მანძილზე. ძალიან სერიოზული და საინტერესო წინადადება. რა კეთდება იმისთვის, რომ კიდევ უფრო პოპულარული გახდეს ეს მოსახლეობისთვის თბილისში და არა მარტო თბილისში, რეგიონებში? რასაკვირველია, ჩვენ გვაქვს გეგმაში, რომ ჩავატაროთ ერთი საპილოტე პროგრამა, იმისათვის, რომ მოსახლეობას თვალნათლივ წარუდგინოთ შედეგები, თუ რა შედეგი შეიძლება მოიტანოს მსგავსი ღონისძიების გატარებამ. ეს არის მხოლოდ ეხლა ამ წუთას ჩვენ საუბრობთ არსებული ძველი შენობების რეაბილიტაციას, მაგრამ როდესაც საუბარი არის ახალმშენებლობებზე, აქ უფრო რასაკვირველია თავიდანვე შეიძლება ეს გათვალისწინებული იქნეს, რომელიც ძალიან სერიოზულად, ასე ვთქვათ, დაზოგავს მათ თანხებს ენერგიის მოხმარებასთან დაკავშირებით. საერთოდ ცნობილია და ბატონგია დამეთანხმება, ევროპაში არც ერთი სახლი არ იყიდება თუ მას და ბინა არ იყიდება არც ერთ სახლში თუ მას არ აქვს ენერგოპასპორტი, სადაც წინასწარ განსაზღვრულია 1 კვადრატულ მეტრზე რა რაოდენობის ელექტროენერგიას მოიხმარს ეს მოსახლე, შემდგომში მოსახლე. ანუ მას წინასწარ განსაზღვრული აქვს რა რაოდენობის გადასახადი ექნება თვეში. გასაგებია, მე შეკითხვას დავსვამ. ერთ ჩარტს გავაკეთებ, შეიძლება ძალიან საინტერესო თემა შეეხო ხალბატონი ინგა. დღეს რომ ჩვენ საცხოვრებელ სახლებს გნებავთ ძველად აშენებულს და გნებავთ დღესაც რომ შენდება, არც იქ არ არის მაინდა-მაინც ძალიან დალხინებულად საქმე. ევროსტანდარტის გათვალისწინებული ენერგეტიკული, ენერგოეფექტური ღონისძიებების გატარება და ეფექტური მასალებით შენდებოდეს, დაახლოებით 3-ჯერ 4-ჯერ შემცირდებოდა ჩვენი გადასახადები
რაც გათბობისათვის ვიხდით. დაახლოებით ეს აი 200-250 ლარი სეზონზე ეყობოდა ოჯახს, რომ გამთბარიყო ძალიან კომფორტულად და ნორმალურად. დღეს რო თბილისი გათბეს, რა სიტუაციაც გვაქვს, დაახლოებით ის სითბოს რაოდენობით 3 ამხელა ქალაქის გათბობა შეიძლება. იმდენად ბევრია გასაკეთებელი ენერგოეფექტურობის და ენერგოტექნოლოგიების დანერგვის საშუალება. აი მე მაქვს შეკითხვა სამივე თქვენგანთან, მოდი ქალბატონინგა თქვენ, მე ქალბატონი მარინა ბატონკია. როგორ უნდა მოხდეს დაინტერესება სამშენებლო კომპანიების, რომ უფრო მეტად ჩაერთონ თელ ამ პროცესში? ეს საკმაოდ რთული თემაა. პირველ რიგში ყველა ქვეყანაში ეს რეგულირდება სამშენებლო კოდექსით, რომელიც განსაზღვრავს ნორმებს, რისი მიხედვით და რისი გათვალისწინებითაც ხდება მშენებლობის წარმართვა. ჯერჯერობით ჩვენ საქართველოში ეს არ აგვაქვს. ამიტომ ეს არის მხოლოდ, ესე ვთქვათ, ნებაყოფლობითი ღონისძიება, რაც შეიძლება, ასე ვთქვათ, ნებისმიერმა დეველოპერმა გაითვალისწინოს. აქ უბრალოდ უნდა შეიქმნას მოთხოვნა, ჩემის აზრით, არის ბატონგია დამეთანხმება ალბათ, რომ მოსახლეობამ უნდა ასე ვთქვათ, გაითავისოს ის ყველა სარგებელი, რაც შეიძლება მან მიიღოს. შეიძლება პირველადი გადასახადი იყოს უფრო მაღალი, ვინაიდან ეს ტექნოლოგია არც ისე იაფია, მაგრამ სამაგიეროდ ეს უკუგების პერიოდი, ანუ დანაზოგი მსგავსი ტექნოლოგიის დანერგვიდან, რომ მოსახლე შეუძლია სხვა თავისი სარგებლობისთვის მოიხმაროს. ეს ძალიან სერიოზულ საბანკო სექტორიდან რა წახალისება აქვს ამ ყველაფერს? საბანკო სექტორი, იცით, მე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ჩავატარეთ ორჯერ ტრეინინგი სპეციალური საბანკო სექტორის წარმომადგენლებისათვის, რომელთაც აუხსენით მნიშვნელობა, წარმოუდგინეთ უпростоრად მნიშვნელობა ენერგოეფექტური პროექტების დაფინანსებისათვის. სხვა შორის ძალიან სერიოზული ინტერესი გამოთქვა ძალიან ბევრმა ბანკმა, მას შემდეგ ძალიან სერიოზული, ასე ვთქვათ, შეხვედრები ჩატარდა სხვადასხვა უფრო მეტად, ზუსტად რომ გითხრათ, უფრო მეტად ჰოსპიტალური სექტორისათვის. ვინაიდან ჰოსპიტალური სექტორი ასე თუ ისე ეხლა არის ძალიან სერიოზულ აღშენებლობის პროცესში და ჩვენი რეკომენდაციები რამოდენიმე მათთაგანმა გაითვალისწინა და ბანკი ამას ითვალისწინებს. ანუ მართალია ინვესტიცია ცოტა მაღალია, მაგრამ სამაგიეროდ აი გადახდის უნარიანობა ამა თუ იმ ორგანიზაციას უფრო მაღალი აქვს, ვინაიდან დანაზოგით შეუძლია რომ თქვათ უზრუნველყოს გადასახადი. გასაგებია. ქალბატონ მარინა, თქვენი აზრით მაინტერესებს, როგორ უნდა მოხდეს დაინტერესება უფრო ფართო სხვა სექტორების, თქვათ, ვახსენეთ საბანკო სექტორი, სამშენებლო სექტორი ამ პროექტებით. მე ვეთანხმები აბსოლუტურად ქალბატონ ინგას და ბატონ გიას, რომ საწყისი ინვესტიცია არის აქ პრობლემა ამ პროცესში. თვითონ სამშენებლო კომპანიებისთვის ეს გააძვირებს მშენებლობის პროცესს, რა თქმა უნდა, მიუხედავად იმისა, რომ შემდეგ ამოგება და ეკონომია არის ძალიან სერიოზული. ამიტომ გარკვეული მექანიზმია საჭირო, რომ თავიდან მოხდეს წახალისება ამ პროცესში. მექანიზმი სახელმწიფოს მხრიდან ამას გულისხმობ? სხვადასხვა სახელმწიფოს მხრიდანაც და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდანაც, იმიტომ რომ თვითონ კლიმატის ცვლილების კონვენციას, რომელსაც ძირითადად ახლა ამ წუთში მე წარმოვადგენ, უამრავი მექანიზმები აქვს. სწორედ აი ამ განსხვავების დასაფარად, რაც აძვირებს პროექტებს. გარემოს დაცვის სამინისტროში ახლა მზადდება პროექტი მუნიციპალიტეტისთვის, სწორედ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისთვის, რომელიც გულისხმობს როგორც არქიტექტორების მომზადებას, არამედ ერთი ან რამდენიმე საჩვენებელი შენობის აგებას. და სწორედ აი კერძო სექტორთან მუშაობა იქნება ამ პროცესში საჭირო, უნდა დავაინტერესოთ სამშენებლო ფირმები, დაუფაროთ მათ ეს განსხვავება, რაც ზედმეტი თანხა იმისათვის, რომ ენერგოეფექტური იყოს შენობა და შემდეგ უნდა გახდეს პრესტიჟული. იმიტომ რომ აბსოლუტურად ვეთანხმები ქალბატონ ინგას, ამ ეტაპზე არ არის სახელმწიფოში ასეთი სამშენებლო კოდები და სპეციალური ნორმები დადგენილი, ამიტომ ამას იძულებითი ხასიათი ვერ ექნება. შესაბამისად უნდა მოიძებნოს ის ამახალისებელი ღონისძიებები და უშუალოდ ერთი პროექტის ფარგლებში შეიძლება ეს გაკეთდეს არქიტექტორების გადამზადება. ჩვენ რო ხვალ კიდეც გადავწყვიტოთ, რომ უნდა აიგოს შენობა, რომელიც იქნება აბსოლუტურად ენერგოეფექტური, ამისთვის გვჭირდება არქიტექტორები, რომლებიც შეძლებენ ამ ტიპის შენობების ძალიან მაღალ დონეზე და ევროპულ დონეზე, ასე ვთქვათ,
დაპროექტებას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი არის დამატებითი ხარჯები. ამ წუთში ნამდვილად შეიძლება ეს არ იყოს სწორი, რომ კერძო სექტორს დააწვეს ეს ყველაფერი. ჩვენი საუბარი მიდის დასასრულისკენ, სამომავლო გეგმებზეც ვისაუბრეთ, მაგრამ ბატონ გიასაც მინდა ვკითხო, გამოთქვას აზრი, თქვა სხვა სექტორების დაინტერესების შესახებ. ამ საკითხთან დაკავშირებით თითქოს ყველამ იცის. დაუშვათ ყველამ იცის, რომ დღეს რომ ყველა ნატურა საქართველოში გადავიყვანოთ უცებ ენერგოეფექტურ ნატურაზე 150 მეგავატის სინძლარის ჰესი გამოთავისუფლდება და მისი ენერგია შეიძლება გავიტანოთ და გავყიდოთ. თითქოს ყველამ ყველაფერი ვიცით, მაგრამ ბოლომდე არ მიდის და რასაც ქალბატონები ბრძანებენ მაინც საწყისი კაპიტალ დაბადება. მე აქ მიმაჩნია ერთი საკითხი, რომ აი სახელმწიფოს უშუალოდ ჩარევა მე ასე მესახება, იქნება ენერგოეფექტური პროექტებისათვის ბანკებიდან დაბალი პროცენტების სესხები და დაახლოებით აი ამ დონის ღონისძიები გავეკეთებინა. ქალბატონმა ინგამ ახსენა ორჯერ შეხვედრა ბანკირებთან, თქვენი მონამორჩილიც გახდათ ამ შეხვედრაზე და გარკვეული კუთხით მეც ვიმუშავებ მათთან. და თქვენ წარმოიდგინეთ საკმაოდ სერიოზული დაინტერესება გამოთქვეს თვითონ ბანკის თანამშრომლებმა და კარგად ჩახვდნენ საკითხის არს თუ როგორ შეიძლება აი ამ საკითხის მოგვარება. რაღაცნაირად რომ სახელმწიფოდან, ბანკებიდან რომ შეეძლოს მოსახლეობას დაბალპროცენტიანი ან სულ უპროცენტო სესხის აღება, ეს პრობლემა კარგად დაიზრება და ძალიან კარგად სწავა და ძალიან ბევრი რამის მოგვარება შეიძლება აი ამ კუთხით. მე აი ესე მიმაჩნია და მე ალბათ ჩვენთან სურსათის უნებლობის სამსახურიც არ იყო გარკვეული პერიოდის განმავლობაში და ეხლა საკმაოდ გააქტიურდა ეს სამსახური და სწორად იქნა რომ გააქტიურდა და ვფიქრობ რომ ალბათ ჩვენ ქვეყანაშიც შემოა კანონი მშენებლობასთან დაკავშირებით, ენერგოეფექტურობასთან დაკავშირებით, ალბათ მშენებლობის უზრუნველყოფის და უნებლობის კანონიც გვექნება და უკვე იქნება ისეთი საშუალება რომ პირადად მე მაგალითად გაშენებულ გარემონტებულ სახლში დამჭირდა კიდევ დამატებითი რემონტის გაკეთება, ეგრეთ წოდებულს რო ვამბობთ ხოლმე ჩვენ, როდესაც ზამთარში ბინამ დაიწყო ტერილი, ანუ როდესაც ენერგოეფექტური ღონისძიებები არ იყო ჩატარებული, გარეკედლები იყო ძალიან მოშიშვლებული და შესაბამისად სითბო ვერ დავიჭერე შინ. აი აქედან აი ამ პროცესების გამორიცხვა რომ მოხდებს, იქნება ძალიან კარგი და მისაღები იქნება. გასაგებია, საავადმყოფოების ენერგო აუდიტზე მინდა კითხოთ, ქალბატონო, ეს რას ცვლის პაციენტებისთვის? საავადმყოფოების ენერგოაუდიტის შედეგად მიღებული რეკომენდაციები, რომელიც მიეწოდა მენეჯმენტს, უბრალოდ თითოეული საავადმყოფოს, ასე ვთქვათ, მენეჯმენტს, ეს ითვალისწინებდა, ესე იგი, სერიოზულ, მე შემიძლია გითხრათ, ციფრობრივადაც მოვიტანე სპეციალურად ეს სტატისტიკა. ესე იგი, კომპლექსურად თუ განვიხილავთ ყველა საავადმყოფოს და ჩვენ გავაკეთეთ 23 საავადმყოფოსათვის ენერგოაუდიტი და ენერგოპასპორტი. ნაწილისთვის ენერგოპასპორტი, ნაწილისთვის ენერგოაუდიტი. ინვესტიცია მთლიანად, ესე იგი, კომპლექსურად არის 3 მილიონი ლარი, რასაც ვთქვათ, მოითხოვს იმ ღონისძიებების გატარება, რასაც ჩვენ რეკომენდაციას ვუწევთ. რომლიდანაც წელიწადში შეიძლება დაზოგილი იქნას 500.000 ლარი. თქვენ წარმოიდგინეთ 500.000 ლარი დაზოგილი წელიწადში, რომ მოხდება რეინვესტირება ამ თანხის თვითონ საავადმყოფოს პირობების გაუმჯობესებისათვის. ნუ პაციენტებისათვის შეიძლება გამოიწვიოს უკეთესი პირობების შექმნა, კომფორტის პირველ რიგში, ასევე მეტი მომსახურების სერვისის გაუმჯობესება. ფასებთან დაკავშირებით ვერ მოგახსენებთ ეს ესეთი თემა არის, რომ თითოეული საავადმყოფო თვითონ წვეთს, მაგრამ აქვე მინდა რომ ავღნიშნო, რომ ერთ-ერთმა საავადმყოფომ, რომელსაც ჩვენ გავუკეთეთ ენერგოპასპორტი, დაუმზადეთ ენერგოპასპორტი, სრულად გაითვალისწინა ჩვენი რეკომენდაცია, ფაქტიურად დაანგრია არსებული შენობა და თავიდან ააშენა ის ენერგოეფექტური ბლოკებით. რითაც რასაკვირველია ძალიან გაიძვირა ეს თავისი პირველადი ინვესტიცია, თუმცა სწორად გათვალა, რომ 4 წელიწადში ის ამ თანხებს ასე ვთქვათ, ამოიგებდა. დიახ, და მას რომ ვკითხეთ, რას აპირებდა, თქვა, რომ ჩვენ ვაპირებთ, ამითი უფრო გავაუმჯობესოთ და გავაფართოვოთ ჩვენი მომსახურება. გასაგებია, ჩვენი გადაცემისთვის განკუთვნილი დრო იწურება, ამიტომ მოდით სამომავლო გეგმებზე ვისაუბროთ, რა უნდა გაკეთდეს და ყველაზე მთავარი აქ არის, რომ მოსახლეობას ჰქონდეს ამის შესახებ ინფორმაცია, ბუნებრივია. ქალბატონ მარინა, მოდით თქვენგან დავიწყოთ, რა უნდა გაკეთდეს, როგორი კამპანია უნდა ჩატარდეს, თუნდაც საინფორმაციო, შემდეგ ბატონ გია და შემდეგ ქალბატონი ინგა.
ძალიან მოკლედ რო ვთქვა, ყველა ეს კომპანია მიმართული უნდა იყოს ეკონომიკური კუთხით აი ამ პრობლემის შეფასებაზე, რაც ფაქტიურად დღეს ქალბატონი ინგას მიერ და ბატონი გიას მიერ იქნა გაკეთებული. იმიტომ რომ ძალიან ძნელია უბრალო მოსახლეობისთვის ასეთ გლობალურ პრობლემებზე ინფორმაციის მიწოდების დროს ის ახლოს მივიდეს აი ამ ჩვეულებრივ, ასე ვთქვათ, ხანდახან ეკონომიურ გასაჭირში მყოფ ადამიანთან, მაგრამ თუ სწორად მივაწვდით ეკონომიკურად მომავალში შესაძლო მოგებას, ისე როგორც კერძო სექტორს, ასევე მოსახლეობასაც, მე მგონი ეფექტი უფრო მეტი იქნება, მაგრამ ამისათვის საჭიროა, რომ იყოს აი სწორედ ეს აუდიტები ჩატარებული და დათვლილი იყოს ზუსტად როგორც თანხები, რომელიც დაიზოგება, ასევე რა რეკომენდაციები უნდა გაკეთდეს. გასაგები, ბატონ გია, სკოლა უმაღლესი მიმაჩნია სწავლება აი ამ კუთხით ინფორმაციის მიღება ხდება, ნამდვილად ხდება საქართველოში, მაგრამ უფრო ფართო მასშტაბით ქალბატონ ინგასაც უამრავი ესეთი ღონისძიება აქვს ჩატარებული. დღევანდელი თქვენი გადაცემა აი ამ კუთხით არის მორგებული თავიდან ბოლომდე. ამიტომ ვფიქრობ, რომ სკოლის ასაკიდან, სკოლის მერხიდან დაწყებული ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ ახალგაზრდებიდან და ძველგაზრდებიდანაც რომ შევძლოთ, რომ ინფორმაცია მიუტანოთ დასაბუთებული, როგორც ქალბატონმა მარიამ თქვა, ეკონომიკურად მათთვის მისაღები და მან თუ უნდა იცოდნენ, რომ ხარჯავს დღეს რამდენ ხანში ის უკან დაუბრუნდება. არა ზოგადი ლაპარაკია, რა კონკრეტული საუბრით და ვფიქრობ, აი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება პილოტ პროექტების გაკეთება აი ამ კუთხით. ქალბატონ ინგა და დავასრულებთ გადაცემა. ჩემი აზრით ჩვენი პროექტი მართალია მთავრდება ამ კუთხით, მაგრამ გვაქვს ახალი დავალება მიღებული, რომელიც როგორც ბატონმა გიამ ახსენა, ძალიან მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო სისტემაში, ვთქვათ, მსგავსი რეკომენდაციების გათვალისწინება. ვაპირებთ, რომ დავეხმაროთ უნივერსიტეტებს ენერგეტიკული სახის, ასე ვთქვათ, კურსების შემუშავებაში. ასევე ჩვენ გვქონდა ჩვენი პროგრამის ფარგლებში და ეხლაც გვაქვს ახალი დავალების ფარგლებში ძალიან სერიოზული, ასე ვთქვათ, საზოგადოებისათვის ინფორმირების კამპანიის ჩატარება. ჩვენ გვაქვს მოკლედ მოგახსენებთ კიდევ ერთი კომპონენტი ჩვენი პროგრამის, ეს გახლავთ ენერგოავტობუსი, რომელიც არის ძალიან, ესე იგი, ნათელი მაგალითი იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი არის რეგიონებში ინფორმაციის ელემენტარული სახით მიწოდება. ეს გახლავთ მობილური, ასე ვთქვათ, სადემონსტრაციო პროექტი, სადაც აბსოლუტურად საშუალება ეძლევა ჩვეულებრივ მოსახლეს მივიდეს და ყველანაირი ინფორმაცია გაიგოს. თქვენ წარმოგიდგენთ რა რაოდენობის ზარებს ვიღებთ ჩვენ სხვა რეგიონებიდან. ანუ ინფორმირება საზოგადოების არის ძალიან მნიშვნელოვანი. გასაგებია. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ საინტერესო საუბრისთვის. მე შეგახსენებთ, რომ ჩვენ დღეს ვსაუბრობდით ენერგოეფექტურობის შესახებ და ჩვენი სტუმრები იყვნენ ინგა ფხალაძე, გია არაბიძე და მარინა შვანგირაძე. დღევანდელი გადაცემა ამით დასრულდა. ჩვენ შევხვდებით ერთმანეთს მომავალ შაბათს საღამოს 9 საათზე პირველ აქცე ნახვამდის. გადაცემა მომზადებულია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და ვინროგ ჯორჯიას მხარდაჭერით.